გამარჯობა, დღეს კიდევ ერთ პოდკასტს შემოგთავაზებთ. ჩვენი სტუმარი არის ბატონი ლევან მუზაშვილი, მოქანდაკე, ჩემი კოლეგა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პოდკასტია ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენ ღანის ფორმატში, საკონკურსო ექსპლიკაციის ფორმატში კიდევ ერთ პოდკასტს წერთ, სწორედ ჩვენი კონკურსის მონაწილეთათვის, იმათთვის, ვისაც აინტერესებს ჩვენი ღანის თემატიკა. გამარჯობა, ლევან. გამარჯობა. დიდი მადლობა მობრძანებისთვის და სურვილისთვის და თქვენი ჩართულობისთვის. ჩვენ უკვე გახურებული, ასე ვთქვათ, კონკურსი მიმდინარეობს. ჩვენი კონკურსანტები ფიქრობენ და მუშაობენ ღანის თემაზე და ძალიან ბევრი შეკითხვები ისმის, ბევრი ინტერესი არის გამოთქმული სხვადასხვა მხრიდან. როგორც მოქანდაკეების, ესევე არქიტექტორების და მხატვრების და მან საინტერესო არის ის სწორედ რომ ის ლექციები, რომელიც მოისმინეს ჩვენმა სტუდენტებმა, ეს იყო ღვთისმეტყველის ლექცია და ფილოსოფოსის. ეხლა კიდევ უფრო მეტი კითხვები და კიდევ უფრო მეტი მოლოდინები გაჩნდა სხვადასხვა მხრიდან და ერთი მხრივ ჩვენ გვინდოდა რომ დაუახლოვებულიყავით თემას და ამდენი ახსნით შეიძლება ზოგიერთი პირიქით უფრო დაშორდა და უფრო რთული გახდა ეს თემა, იმიტომ რომ რაღაც ახალი ცოდნები და ახალი რაღაცა შეკითხვები დაიბადა. ხო და უფრო რომ მიუახლოვდეთ ღანს როგორც კონკურსის თემას, კონკურსის თემა არის სიყვარული როგორც განხრთობის გზა. რა შეგვიძლია ჩვენ უთხრათ აი ჩვენ სტუდენტებს, ჩვენ ახალგაზრდა მონაწილეებს, მარტო სტუდენტებზე არ არის ლაპარაკი. რა შეგვიძლია უთხრათ, რითი შეგვიძლია, ასე ვთქვათ, მხარში დაუდგეთ და ხელი უბიძგოთ, აი რა მიმართულებით, აი რა სიტყვებით თქვენ ახლა ლევანს დიდი გამოცდილება აქვს, ბატონ ლევანს დიდი გამოცდილება აქვს ახალგაზრდებთან მუშაობის და სწორედ ეს არის მიზეზი, კიდევ ერთი მიზეზი ამ ჩვენი პოდკასტში სტუმრობისაგან გისმენთ. ძალიან დიდი მადლობა პირიქით ესეთი შესაძლებლობისთვის. ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსია თემატიკიდან გამომდინარე და ვფიქრობ, რომ დროულიც მნიშვნელოვანი და დროულიც, იმიტომ რომ რაღაცა საჭირო იყო, მე მგონი, მსგავსი თემატიკის წინა პლანზე წამოწევა. მე რაც შემიძლია, რომ ურჩიო და ასე ვთქვათ, რჩევები მივცე მონაწილეებს. ძალიან რთული თემაა და ბევრიც მომცველია, მაგრამ გავამახვილებდი ყურადღებას აი ძირითად ნაწილზე გამოსახველობითი საშუალებების. მე პირველ რიგში კოლეგებს ვურჩევ, რომ ნამუშევარი იყოს ლუსტრაცია თემის და არა ილუსტრაცია. საინტერესო, ალბათ ჩავშალოთ, ეს კარგი ფორმულირებაა. ლუსტრაცია და არა ილუსტრაცია. და არა ილუსტრაცია, კი. ილუსტრაციას ჯერ მოდი შევეხები ილუსტრაციას, ანუ რაშინ არის მატარებელია ეს სიტყვა და შემდეგ გადავალთ უკვე თვითონ ლუსტრაციის ახსნაზე. ილუსტრაცია არის უბრალოდ ჩვენება რაღაცა ტექსტუალური სახის ან მოთხრობის, არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება ზეპირი სიტყვიერი იყოს, შეიძლება წერილობითი იყოს, მაგრამ აი ამ წერილობითის და ზეპირი სიტყვიერის გარეშე ნამუშევარი რომ შინაარს ვერ გადმოსცემს, ეს არის ილუსტრაცია. ფაქტობრივად წიგნებში რაც გვხვდება მაგალითად დასურათებული ნაწარმოებები ჩვეულებრივად აი ამას გულისხმობს, როდესაც ვიძახი ილუსტრაციას. და ეს თვითონ რაღაც კონკრეტულ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან კარგი საშუალებაა რაღაცის გამდიდრების, ასე ვთქვათ, ტექსტის გამდიდრების, ან ვთქვათ რაღაცა ზეპირ სიტყვიერი, რაღაცა ამბავის გამდიდრებისთვის. მაგრამ როდესაც ჩვენ საუბარი გვაქვს უკვე კონკრეტულ რაღაც ნამუშევარზე, რომელიც თვითონ არის მატარებელი, ან თვითონ მატარებელი უნდა იყოს ყველაფრის, ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს უფრო ლუსტრაცია. აი ამ საკითხის ლუსტრაცია. და ეს, ასე ვთქვათ, საჭირო იმიტომ არის, რომ აღარ გახდეს დამატებითი, ანუ მაინც არის ხოლმე საჭირო რაღაც კონცეფცია, მაინც ჭირდება ნამუშევარს, მაგრამ და კონტექსტი ჭირდება, მაგრამ მეტად რომ დამოუკიდებელი
მეტად დამოუკიდებელი რომ იყოს ნამუშევარი, ამიტომ უნდა იყოს ილუსტრაცია. ანუ თვითონ უნდა ჰქონდეს ყველა ის კომპონენტი, რომ სათქმელი მიიტანოს მნახველამდე, ანუ აჩვენოს საკითხი. აი შეიძლება მაგალითად მოვიყვანოთ რაღაც ნამუშევრები, რომლებიც მაგალითად მიწაშია ნაპოვნი, სიტყვაზე ბელვედერის ტორსი, მიწაშია ნაპოვნი და ჩვენ არ გვჭირდება ბელვედერის ტორსის აღსაქმელად რაღაცა კონკრეტული, ასე ვთქვათ, რაღაცა ისტორია. ნუ ზევსის ტორსია ეს თუ პოსეიდონის არ გვაინტერესებს. არ გვაინტერესებს, იმიტომ რომ თვითონ ანუ ილუსტრირებულია, ნაჩვენებია არსობლივი ნაწილი ამ ნამუშევარში. კი ბატონო. ძალიან საინტერესო ხედვა, მით უმეტეს ჩვენი ესეთი პროექტი გვაქვს და თვითონ ეს სათაურიც და შინაარსობრივი ნაწილი ხანის ძალიან რთულია, სწორედ ამ ვიზუალურ კონტექსტში გადმოსატანად. ანუ სიმბოლოდ ქცევის ან რაღაცა ასე ვთქვათ, ამის ვიზუალიზაცია, ამ იდეის ვიზუალიზაცია არის ურთულესი საკითხი და ხშირ შემთხვევაში შეიძლება დაუძლებელიც იყოს, მაგრამ სწორედ გამოწვევაც ეს არის და ჩვენი კონკურსის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაც ეს არის, რომ ჩვენ ყველაზე მაქსიმალურად რთულ თემას შევეხეთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევძლოთ გააზრება აი შემოქმედებით ნაწილში სწორედ მაგ მიდგომის რა ილუსტრაციის და არა ილუსტრაციის. იმიტომ რომ შეიძლება დაუშვათ მოქანდაკემ ან მხატვარმა ან არქიტექტორმა ნაკლებად, მაგრამ ან მოქანდაკემ მხატვარმა სწორედ ეს გზა არჩიოს ილუსტრაციის გზა და რაღაცა მარტივად ახსნას დაუშვათ გამოძერწოს ადამიანი ან დახატოს ადამიანი, რომელიც რაღაც კიბეზე ადის დაუშვათ, ხო და იქ ზემოთ რაღაც ცა და ვარსკვლავები დახატოს და აი ადამიანის განხდობის გზაა და რაღაც ესეთი ის, მაგრამ ეს იქნება ილუსტრაცია და ბევრი გვინახავს კიდევაც სხვადასხვა გინდათ შუა საუკუნეებში და გინდათ თანამედროვეობაში სწორედ ესეთი ილუსტრაციები აი ამ თემატიკაზე არსებული წიგნების ზოგადად ამ სულიერი სრულყოფის წიგნებში ხშირად არის აი სწორედ ილუსტრაციები, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ წარმოვადგენთ ქართული ასე ვთქვათ ვიზუალური ხელოვნების აწყოს და ჩვენი უახლოესი წინაპრებიც და ზოგადად წინაპრებიც იყვნენ სწორედ ილუსტრატორები და არა ილუსტრატორები აი მთავარის რაზეც ისინი მეტყველებდნენ და ლაპარაკობდნენ ჩვენი გამოწვევაც ეს არის დღეს რომ აი ესეთ რთულ კონტექსტს შევეჭიდოთ და შევეჭიდოთ ახალგაზრდული ძალებით. ბევრი კითხულობს რომ აი რატომ არის რომ მარტო ახალგაზრდებით არის შემოფარგლული ეს ისა აქ სწორედ ეს სწავლების პროცესი არის მნიშვნელოვანი, აი გააზრების პროცესი, იმიტომ რომ ძველგაზრდებს ჩვენი თაობის წარმომადგენლებს და ჩვენზე უფროსებს ეს მეტნაკლებად გააზრებული გვაქვს, ეხლა რამდენად გამოვხატეთ და არ გამოვხატეთ ეს ჩვენ შემოქმედებაში, ეს სხვა საკითხია, მაგრამ სწორედ ახალგაზრდებისთვის არის ეს პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ არ წავიდეს ჩვენი შემოქმედებითი ენერგია ილუსტრაციაში, არ გავაკეთოთ თიხის კაცები, არ დავხატოთ რაღაც ჩვეულებრივი ადამიანები, ფოტოგრაფიის როლი არ შეასრულოს მხატვრობამ და პირიქით მხატვრობის როლი შეასრულოს ფოტოგრაფიამ და აი სწორედ ეს საკითხი არის მნიშვნელოვანი. ერთს დავამატებ თუ შეიძლება. კი, რა თქმა უნდა, მაგით. აი თვითონ საკითხი ესე შეიძლება საკითხს ესე შევხედოთ, ძალიან საინტერესო იყო ჩვენთვისაც ეს თემა. რადგან თვითონ ფორმატი არის ძალიან თანამედროვე. ფორმატი თანამედროვეა, თანამედროვე აზროვნებას მოითხოვს და თანამედროვე აზროვნებაში გულისხმობ ამ შემთხვევაში თვითონ საკითხისადმი მიდგომას, ანუ თემის გაშლა ისეთია, ისეთნაირად უნდა მოხდეს თემის გაშლა ამ ნამუშევარში, რომ ესე იგი დედა აზრი რაც არის ამ ნამუშევრის იმის გარშემო უნდა იყოს, ოღონდ არ უნდა იყოს პირდაპირ ნაჩვენები, ასე ვთქვათ, აი როგორც კარგად ახსენეთ წეღან, ბევრი ნამუშევარია თუნდაც შუა საუკუნეებში, თუნდაც
უფრო არქაულ პერიოდში, სადაც პირდაპირ არის, ანუ ლუსტრაციაა გაკეთებული რაღაცა ამბავის. ხო და აი ეს ფორმატი უფრო ფილოსოფიურს ხდის საკითხს. უფრო ფილოსოფიურს ხდის საკითხს და ძალიან საინტერესო იქნება თან ეს ახალგაზრდები, ჩვენი თაობაც, უფრო მეტად ახალგაზრდები, რა ეტაპზე არიან ფილოსოფიურად, რა დონეზე შეუძლიათ საკითხის გააზრება პირდაპირ გამოჩნდება ნამუშევრებში. კი ბატონო. იცი რა, ეხლა ნამუშევრებზე ვლაპარაკობდით და გამახსენდა შენი ერთ-ერთი ნამუშევარი გილგამეში ქვია. და რაღაცა მარკაიკაზე რახან ლაპარაკობ, სულ მინდოდა მეკითხა და მაგრამ ეხლა გკითხავ და ეს რაღაცა ისეთი ის არ იყოს. აი გილგამეშზე, რატო გილგამეში? ხა მე ვიცი რომ შენ ეს ეპოსი გიყვარს და ბევრი გვისაუბრია ამაზე და ვერ მოვახერხე კითხვა, აი რატო მოგინდა გილგამეშის გაკეთება ქანდაკებაში და აი რა თემაა ეს რაღაცა. ხო, ძალიან ვრცელი თემაა ალბათ და ეხება ძალიან კარგი კითხვაა. ჩვენს ღანის პროექტს, ღანის კონკურსს ეხება. პრინციპში პირველი ადამიანი, ვინც ისტორიაში შემორჩა, ეს არის გილგამეში, ვინც დაფიქრდა სხვა პარადიგმიდან დაინახა რეალობა და ამ პარადიგმამ მე როგორც ჩანს გაიმარჯვა და დღეს ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ მთელი ქრისტიანული სამყარო ამ პარადიგმაში ცხოვრობს. და ეს განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ ასე ვთქვათ, მატერიალური სამყარო მისთვის აღარ იყო დამაკმაყოფილებელი. როდესაც ინანამ შესთავაზა ეპოსის მიხედვით ცოლობა გილგამეშმა უარი უთხრა და უთხრა, რომ შენი წინაქმნები სად არიანო, მოვიკითხოთო და გავარკვიოთო და ზოგს ფეხი არ აქვს, ზოგს ხელი არ აქვს, ზოგი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და მოკლედ მთელი არსი არის იმაში, რომ გილგამეშისთვის აღარ არის საკმარისი მატერიალური, ასე ვთქვათ, კეთილდღეობა იმისათვის, რომ ანუ ცხოვრების არსი მისთვის დამაკმაყოფილებელი იყოს და წრედი შეიკრას. და მიდის უკდავების საძიებლად, უკდავება უნდა რომ მოიპოვოს. ფაქტობრივად მე უკვე ძალიან ბევრი დრო გადის და გილგამეში რა თქმა უნდა იმასაც ვიტყვით აქ რომ ანუ ვერ ასრულებს ამ ციკლს, ანუ ვერ გადის, ვთქვათ, ბოლომ ფინიშს ვერ აღწევს რა თქმა უნდა და ეს ლოგიკურიც არის, ეს დასაწყისია. შეიძლება ითქვას, რომ პირველი კაცია, ვინც აი ამ გზაზე სიარული დაიწყო. შემდეგ უკვე ქრისტიანულ ეპოქაში ხდება ძალიან საინტერესო რაღაცა, ხელოვნების, მე ამ შემთხვევაში როგორც სახვით ხელოვნების და არა მარტო სახვით ხელოვნების, ზოგადად ხელოვნების კუთხიდან დავინახავ, შევეცდები დავინახო და ხდება ისეთი ძალიან საინტერესო რაღაცა. ესე იგი, მატერიალურ სამყაროში და ზოგადად არსებულ სამყაროში შემოდის სულიერი სამყარო. და სულიერი სამყარო არის აბსოლუტურად განსხვავებული თვისებების. ან თუ კი მანამდელ კულტურებში ჩვენ ხვდებით ეს რაღაცას, რომ ანუ წარმატებული კაცი, კურთხეული კაცი, ასე ვთქვათ, და რაღაცა შეძლებული კაცი არის ფიზიკურ ასპექტში გამოვლენილი. ქრისტიანობამ ეს დაგვანახა სულ სხვა მხრიდან. რა შეიძლება ადამიანი იყოს ფიზიკურად ძალიან ცუდად, აი უხეშად რო ვთქვათ, მაგრამ ღმერთთან უფრო ახლოს. და აი ამ, ასე ვთქვათ, მსოფლმხედველობამ პირდაპირ გავლენა იქონია მთლიანად ქანდაკების ხელოვნებაზე და სახვით ხელოვნებაზეც, რადგან ანუ ადამიანის ფსიქიკას, თუ კი ასე იყო განპირობებული ადამიანის ფსიქიკა, რომ თუ კი რომელიმე ღმერთს აკეთებდა სიტყვაზე ძველი ბერძენი, ან თქვათ გმირს, ან სხვა კულტურებზე შეგვიძლია, აღმოსავლეთში შეგვიძლია წავიდეთ და იქაც იგივე დაგხვდება. ღმერთის ქანდაკება, მაგალითად ბუდა ინდოეთში არის ესეთი სავსე ფორმებით, სფეროიდული ხასიათით გამოირჩევა. ქანდაკების სპეციფიკაში შევდივართ. ხო, სავსე რა ხან ახსენე, უკვე მივხვდი, რომ ძალიან ქანდაკებაზე ლაპარაკობ. კი ბატონო. და ქრისტიანული ქანდაკება უკვე აი ამ თვისებას კარგავს, ხდება უფრო შეწირული, ანუ ფორმა ეწირება შინაარსს, იმიტომ რომ შინაარსი არის უკვე ძალიან დატვირთული, შინაარსი არის უკვე ძალიან სულიერი
და ჩვენ ვიღებთ პირველ რიგში შეიძლება აი ძალიან მსმენელისთვის ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ის იყოს ნიშნული იყოს, იმიტომ რომ ყველას გვაქვს ნანახი გოთური ტაძრები, გოთურ ტაძრებზე არსებული ქანდაკებები, შემდეგ შეგვიძლია გადავხედოთ და გავიხსენოთ მიქელანჯელო, დონატელო, მთელი აღორძინების მხატვრობა მე-20 საუკუნემდე. მე-20 საუკუნემდე ეს არის მთლიანად ქრისტიანული, ასე ვთქვათ, ქანდაკება, რაც არის მთლიანად როდენი, რა თქმა უნდა. როდენი ამის ძალიან კი ბატონო, ძალიან კარგი გამოვლინება, სხვა შორის თემატიკითაც და გამომსახველობითი საშუალებებითაც ის არის უფრო ნეგატიურ ფორმაზე ორიენტირებული მხატვარი. ანუ შინაარსი, მისი, ასე ვთქვათ, შინაარსი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე გამოსახველობითი ფორმა, რაც ადრე პირიქით ხდებოდა. ხო, აი სულ არის მთელი ეს სწავლების პროცესი, როგორც კი ადამიანი უშუალოდ ქანდაკების შესწავლას იწყებს. უმალ ხვდება ასეთ ვთქვათ, სახაზავზე დროის სკალაზე რომ დავალაგოთ ეს შედევრები, მსოფლიო შედევრები, ხო, ნუ დავუშვათ ეგვიპტიდან რომ დავიწყოთ, იქ რაღაც არის საოცარი ფლობა ფორმის და ჰარმონიულობის, ზუსტად აი ფორმის საუკეთესო, ასე ვთქვათ, ნიმუშებს ხვდებით, ასეთივე იგივე დონის, ნუ შეიძლება ოდნავ განსხვავებული რაღაც უკვე ბერძნულ ასე ვთქვათ, ცივილიზაციაში, ბერძნული ქანდაკება, რასაც ჩვენ ვეძახით, მაგრამ ეს ნელ-ნელა რაც უფრო ახლოს მოდის მერე რომი და რაც უფრო ახლოს მოდის ჩვენ წელთაღრიცხვასთან და ჩვენ საუკუნეებთან, მით უფრო მეტად იკარგება აი ხარისხი სწორედ აი ამ ქანდაკებურობის, რასაც ჩვენ ასე ვეწრფით და რასაც ვადიდებთ, ხო, ჩვენ ჩვენ დარგში, რომ აი რაც ითვლება შედევრად და ის იქ იცოდენ კეთება და ეს ნელ-ნელა ხო და ეს აზრი რომელიც შენ გააჟღერე ხა ძალიან საინტერესოა სულ მინდოდა ამაზე მელაპარაკა და ბატონ გოგი ოჩიაურს შენ მასწავლებელს ამაზე წიგნიც აქვს დაწერილი ხო რომ აი როგორ შემოდის ეს უარყოფითი ფორმა და როგორ არის ეს დაპირისპირებული დადებით ასე ვთქვათ პოზიტიურ ფორმასთან აი მსმენელმა რომ გაიგოს რაზე ვლაპარაკობთ არის ამობურცული ფორმა აბსოლუტური დაუშვათ კვერცხი ეს არის დადებითი ფორმა ენერგია რომელიც მოდის შიგნიდან სიცოცხლე ენერგია ხო რომელიც კვერცხში არის აბსოლუტური სისავსე აქვს რა კვერცხს და არის არც ისე სავსე ფორმები და ზოგჯერ პირიქით ნეგატივი და აი მაგალითად რაღაცა ну ჩაჩუტული რაღაცა და ენერგია დაკარგული და მახსოვს რა ჩვენი მასწავლებლები რაღაც წნევასაც ამბობდნენ რომ წნევა უნდა იყოს ფორმაში და ასე შემდეგ. ხო და აი სწორედ როდენის შემოქმედებაში ძალიან მაგრად ჩანს აი ეს წნევა დაკარგული ფორმები. თუმცა რა თქმა უნდა ის ძალიან სკულპტურულია და ძალიან მუშაობს და რა თქმა უნდა შედევრებია, მაგრამ აი ეს აბსოლუტური ფორმები, რომლებსაც აი დავუშვათ როდენის თანამედროვე მაიოლი აკეთებს, ხო? კი ბატონო. არისტიდ მაიოლი, ის უფრო მეტად აკეთებს ამ პოზიტიურ ფორმებს და უფრო ასე ვთქვათ იმაშია და მე მახსოვს აკადემიაში კულტი იყო სულ მაიოლის კომონების და ის იყო მაგრამ აი გოგიმ თავის შემოქმედების ასე ვთქვათ ბოლოს მიწურულს გოგი ოჩიაურს გულისხმობ, სწორედ ეს წიგნი დაწერა და თქვა რომ ეს აი ეს პოზიტიური ფორმა უკვე უარყოფილია. ანუ თანამედროვე რეალობაში, თანამედროვე ქრისტიანულ ცივილიზაციაში ეს რაღაც არ შეესაბამება და აი რამეს ხო არ იტყოდი გოგის აზრი ხო არ იცი მასთან დაკავშირებით. საინტერესო, ძალიან საინტერესო წიგნია, კარგია რომ ახსენე. ევროპული ქანდაკების ბუნებისათვის ასე ქვია წიგნს. ყველა დამწყებ მოქანდაკეს და სხვა შორის არა მარტო მოქანდაკეს ურჩევ რომ წაიკითხოს, ვფიქრობ რომ ეს არის წიგნი, რომელიც ძალიან უცნაური კუთხით აჩვენებს მთლიანად ქრისტიანული სამყაროს, დასავლური სამყაროს ისტორიას და მის შინაარსს. და ამიტომ ეს მარტო მოქანდაკეებისთვის დაწერილი წიგნი არ არის, შეიძლება ითქვას, რომ ვინც დაინტერესებულია კულტუროლოგიით, ფილოსოფიით, ისტორიით, მათთვისაც ძალიან საინტერესო იქნება. გოგისთან, ბატონ გოგისთან გქონდა
საუბარი ამ თემაზე. რა თქმა უნდა, მას ქონდა, ისე ვთქვათ, შეხედულებები იმასთან დაკავშირებით, რომ არ კონკრეტულად არ თვლიდა ბატონი გოგი ესე, რომ მაგალითად არსებობს ქანდაკებისთვის რამე ისეთი ძირითადი მანიშნებელი, რაც აუცილებლად განაპირობებს მის, ასე ვთქვათ, უპირატესობას მეორესთან მიმართებაში. უბრალოდ გოგი ანუ ესეთი რეცეპტი არ არსებობს. ხო, რეცეპტი არ არსებობსო, ესე იძახდა კი. და ამბობდა, რომ შინაარსი, ანუ თქვა პოზიცია რა რისი გამოხატვა გინდა, ის პოზიცია, იმ პოზიციამ უნდა განაპირობოს ნამუშევრის ხასიათი. და ძალიან ფაქტობრივად განხილვის გარეშე იღებდა მიქელანჯელოს, რომელიც ზუსტად აი ამ ასე ვთქვათ ნეგატიური ფორმის წარმომადგენელი უდიდესი მოქანდაკე იყო როდენს და არა მარტო მათ კიდევ უამრავ სხვა ასე ვთქვათ მოქანდაკეებს. ძალიან საინტერესოა მაიოლის ასე ვთქვათ შემოსვლა, ეს მე-20 საუკუნეა უკვე და ზუსტად მაიოლზე გქონდა საუბარი, იმიტომ რომ თუ კი ეს ქრისტიანული პარადიგმაში საიდან ჩდება მაიოლი რა, ძალიან ისეთი ის არის უცნაურობა. არა მარტო მაიოლი, მე კიდე იყო დესპიო და იყვნენ კიდე იტალიელები, მარინი იგივე მაგალითად, რომელიც სფეროიდულ ქანდაკებას უბრუნდება და ახსნა ამისი არის ძალიან ტრივიალური შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ეს არის ეპოქა უკვე სადაც როდესაც ანუ ქრისტიანული ასე ვთქვათ პარადიგმა ცოტა იკლებს ასე ვთქვათ დასავლეთში. დასუსტდა. ხო, ღირებულებით ნაწილში დასუსტებულია. და უკვე ადამიანი მეტად ასე ვთქვათ ენდობა და მეტად რაღაც სხვა წარმოდგენები უჩნდება მეცნიერების, ტექნიკური განვითარების და რაღაც იმედი ეძლევა რომ ხსნა ამაშია, რა გადარჩენა ამაშია, ხსნა ამაშია და მატერიალიზმის ძალიან უცნაური ფორმა იბადება მე-20 საუკუნეში, რაც მე სხვა ყველა დანარჩენ ასე ვთქვათ დისციპლინაში ეს ჩანს, აზროვნებაში, ფილოსოფიაში და რა თქმა უნდა ქანდაკებაც არ არის გამონაკლისი, ქანდაკებაშიც პირდაპირ აისახა აი ვინც ჩამოთვალეთ აი ამ მოქანდაკეებში. თუმცა მე ისტორია ძალიან დაჩქარებულია და ძალიან მალევე შედის კრიზისში, ასე ვთქვათ, ქანდაკების ხელოვნების ეს მიმართულებაც და მე მოდიან ძალიან პოპულარული დასავლეთში ძალიან პოპულარულები არიან მამაშვილი, სმიტები, მოქანდაკეები, რომლებიც უკვე ფაქტიურად აღარც ნეგატიურს აკეთებენ და აღარც პოზიტიურს რა. ეს არის ასე ვთქვათ კაცრი გეომეტრიული სწორხაზოვანი ფიგურები. სადაც ფაქტობრივად ამ კრისტალიზაცია ხდება ფორმის, ანუ აღარც გარეთ მიემართება, აღარც შიგნით მიემართება და ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ აი სრულდება ქანდაკების აი ამგვარი განვითარება, აი ამ მოქანდაკეებში. ეს არ არის ალბათ შემთხვევითი, რომ დასავლეთში ისინი ძალიან პოპულარულები იყვნენ თავის დროზე და შეიძლება ითქვას, რომ აი ეს თქვათ გაცოცხლება ან ძველი ბერძნული ხედვის ძალიან მალე მთავრდება. იმიტომ რომ შემდეგ და შემდეგ უკვე დღეს ისეთი ეპოქაა პოსტმოდერნიზმის ასე ვთქვათ სიტუაციაში, რომ განვიხილოთ ან პოსტმოდერნიზმის გადმოსახედიდან ყველაფერი არსებობს უკვე ისეთიც არსებობს, ესეთიც არსებობს და ადამიანებზე მეტნაკლებად ეს პირდაპირ გავლენას ვეღარ ახდენს ესა თუ ის მიმართულება. ანუ ყველას თავისი ადგილი აქვს თითქოს. ისე ძალიან მნიშვნელოვანია კიდე ერთი რაღაცის აღნიშვნაც გერმანელი პოეტი რილკე ეხმიანება როდენის ნამუშევრებს ნახულობს და იძახის ესეთ რაღაცა წერილს წერს, ძალიან საინტერესო წერილია. წერილს წერს ესეთი შინაარსით, რომ ხელოვნების ბედი გარკვეულია, ხელოვნების ბედი, ანუ ხელოვნებამ უკვე იცის რა უნდა ქნას როდენის ნამუშევრების შემდეგ. ეს ძალიან საგულისხმოა, ვფიქრობ, იმიტომ რომ როდენის ეპოქაში ხელოვნება ზოგადად ძალიან დიდ კრიზისში იყო, ხელოვნება ზოგადად სულ კრიზისშია აღორძინების შემდეგ, მაგრამ აი მაგ მომენტში ძალიან მკვეთრად იყო სიტუაცია დაყენებული და თითქოს როდენმა იპოვა გზა, გამოსავალი ნახა და ეს გამოსავალი ზუსტად ვლინდება იმაში, რომ რაღაცა სალონური ტიპის სალონური ტიპის ქანდაკება გადმოყავს ისევ რაღაცა აი უშუალო
სივრცეში, აზროვნების სივრცეში და აცოცხლებს თავიდან რა და ეს rilკე რომ ამას ნახულობს ხდება რომ იგივე მოელის ცოტა ხანში ლიტერატურას, იგივე მოელის პოეზიას, იგივე მოელის მუსიკას და ფაქტობრივად მართლაც ეგრე მოხდა რა. გაცოცხლდა ყველაფერი და ყინულმჭრელი აღმოჩნდა როდენი აი ამ ძალიან დიდი მოქანდაკეა, ძალიან მიყვარს ჩემ ხლა საბეჭდილება მოახდინა მისმა ტორსებმა პრაღაში ვნახე პირველად მუზეუმში მისი ტორსები ორიგინალი და ისეთი წარუშლელი შტაბეჭდა ახაც თვალწინ მიდგას ეს დაწყოლილი ფიგურებია და სწორედ ეს ნეგატიური ფორმებია გამოხატული მაშინ სკოლის მოსწავლე ვიყავი და ეს იყო რაღაც წარუშლელი შტაბეჭდილება ხო ძალიან საინტერესო თემებზე ვსაუბრობთ ახლა მაგალითად აი სწორედ ეს ნეგატიური დამოკიდებულება ფორმასთან ну ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ანალოგიური პროცესი არა, მაგრამ ანალოგია ამასთან ის რომ დავუშვათ ხაწერაში არის უკუ პერსპექტივი, ხო, ესეც ხო ცდილობაა იმისი, რომ პირიქით რაც შენთან არის, ის არის პატარა და რაც უფრო შორს არის შენგან, ის უფრო დიდია და ამითი ეს უკუ პერსპექტივი იძლევა იმის, ასე ვთქვათ, მინიშნებას გვაძლევს, რომ აი ეს კი არ არის მნიშვნელოვანი რაც აქ არის, აი რაც იქ არის უფრო მნიშვნელოვანია. ნუ თუ რაღაც ამას რაღაცნაირად შევადარებთ ფორმის ნეგატიურობას და პოზიტიურობას, შეიძლება რაღაცა პარალელებიც გავავალოთ, ხო? აი ხა ჩვენ ჩვენ მოქანდაკეებს, ქართულ მოქანდაკეებს ეს პრობლემა გვაქვს, რომ ერთი მხრივ პროფესია გვაქვს ესეთი და მეორე მხრივ მორწმუნეები ვართ და ეკლესიაში დავდივარ და ხშირად გაგვიგია ესეთი რაღაცა, რომ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში არ არის მიღებული ქანდაკება, ქანდაკების გაკეთება არ არის რაღაცა სწორი გზა და ნუ რაღაცა სხვადასხვა აზრებია. ნუ თუმცა ჩვენ მაინც მოქანდაკებად ვრჩებით და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რაღაცნაირად ეკლესიას ვემსახუროთ და მიუძღვნათ ასე ვთქვათ ჩვენი თავი და შემოქმედება. თუმცა გვაქვს რელიეფური ძალიან დიდი ასე ვთქვათ სკოლა შუა საუკუნეებში და აი რელიეფი სწორედ იძლევა აი ნეგატიური ფორმის გამოყენების და წარმოსახვის დიდ საშუალებას რა. ახლა თუ გავიხსენებთ თუნდაც ესეთ ცნობილ რელიეფებს როგორიც არის უამრავი ქართულ იმაზე რა ქვია ტაძრების ფასადებზე სწორედ ეს მომენტია იქ რა რომ არ ხდება ფორმის და სკულპტურული ნაწილის გადმოტანა ამ ქვეყნიურ განზომილებებში რა. სულ რაღაც ისეთი ხერხებით არის გაკეთებული, თუნდაც აი ეს რა ვიცი მაგალითის მოყვანა მიჭირს იმდენად ბევრია ეს მაგალითები, რომელიღაც გამოყოფა არ მინდა. რომ სწორედ აი ისეთი შესრულება ქანდაკებული შესრულება სწორედ ისეთი, რომ არ მოხდეს აი ამ ხორციელი ამ ქვეყნიური ბუნების გამოსახვა და პირიქით რაღაცა გვიბიძგებს რაღაცა ტრანსცენდენტულისკენ და იმიერისკენ ასე ვთქვათ რა. ერთი მხრივ სიმბოლურია ძალიან, ზოგჯერ რაღაცა ძალიან პრიმიტიულიც არის და მეორე მხრივ იქ იგრძნობა რომ ეს პრიმიტივიზმი არ არის რაღაც ნაივ არტი, არამედ რაღაცა ხშირად არის გააზრებული როგორც ფრესკებში, რაღაცა დიდი ოსტატობაც იგრძნობა რა ამასთან ერთად რა. მარტო ხა ისეთი რომ ვერ ვაკეთებენ, ესე არ არის რა. და ძალიან დიდი თქმელია უმრავლესობა მათგან. ხო, აი ჩვენ კონკურსში ხანის კონკურსს გულისხმობ რა თქმა უნდა. ესეთი გამოწვევაა რომ რა შეიძლება და როგორ შეიძლება გააკეთონ ჩვენმა კონკურსანტებმა რა და მე მინდა ვთქვა ესეთი რაღაცა რა რომ თვითონ ის ფაქტი რომ ესეთი კონკურსი მიმდინარეობს და ეს მოთხოვნილება რომ გაჩნდა საზოგადოებაში და ეს არის კერძო ინიციატივა რა ამას ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ კერძო ინიციატივაა ეს არანაირი ასე ვთქვათ იდეოლოგიური ან სახელმწიფო ან
საეკლესიო წრეებიდან კი არ მოდის, ეს მოდის კერძო ინიციატივაა და კერძო სურვილია, ანუ საზოგადოებიდან წამოსული სურვილია, რომ სწორედ ამაზე დაფიქრდეს ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობები შემოქმედებით ასპექტში. კრიზისია ერთგვარი ქართულ ქანდაკებაში. მე მინდა შევეხვა დღევანდელ დღეს და ერთ-ერთი ჩვენი კოლეგის, ასე ვთქვათ, გულის ტკივილი თქვა, რომ რაც უფრო დრო გადის, მით უფრო სუსტდება გამომსახველობა ქართული ქანდაკების და აი როგორ გონია შენ რითია ეს გამოწვეული? მე ავტორებს არ გულისხმობ, განზრახ არ გულისხმობ ავტორებს და ვიტყვი რომ ძალიან ბევრი და ნიჭიერი მოქანდაკე გვყავს ჩვენი ასე ვთქვათ რაოდენობასთან და ჩვენს გეოპოლიტიკურ მდგომარეობასთან შეფარდებით ძალიან განვითარებული და დიდი სკოლა გვაქვს ქანდაკების და ის ავტორებიც კი რომლებიც უკვე ასაკოვანი არიან და არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნამუშევარი აქვს გაკეთებული მათი მხრიდანაც იგრძნობა და ახალგაზრდების მხრიდანაც იგრძნობა რაღაცა აი შესუსტება რაღაცა აი ნაკლებად იდგმება ისეთი მნიშვნელოვანი ქანდაკებები აი რაღაცა თითქოს მიიძინაო ამ პროცესმა და აი როგორ გონია რა არის ამის მიზეზი ძალიან კარგი კითხვაა ძალიან დროული ზოგადად ჩვენს რეალობაში ბოდიში სანამ მიპასუხებ მე ვიტყვი რომ აი პესიმისტური ჟღერადობა აქვს ჩემ შეკითხვას რა რატომ იძინა და რაღაც მაგრამ ერთი რაღაცა მინდა ვთქვა და შენ ამას დამეთანხმები შენგან მაქვს ეს ინფორმაცია რომ პირიქით აი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უფრო მეტი ადამიანი აბარებს ქანდაკებაზე და აი რაღაცა ჯერადად გაიზარდა მსურველთა რიცხვი მოქანდაკეობის რა და ანუ თლათ ახლა ხო და აი რატო არის ახლა შესუსტება ერთი მხრივ და მეორე მხრივ ეს ინტერესია შენ როგორ ხედავ საინტერესოა მართლაც ძალიან ეს ასეთ სიძახი ყველაფერი რეალობაა მართლაც შესუსტდა რაღაც თვალსაზრისით ცოტა შორიდან ვიტყვი აი რაღაც ჩემი აზრი მაქვს ამასთან დაკავშირებით საქართველოში ზოგადად მოგვიხსენება პროფესიული ქანდაკება ისწავლება უკვე 100 წელია 100 წელია ისწავლება და ასე ვთქვათ უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში და აი ამ 100 წლისთვის არის წარმოუდგენელი შედეგი დადებული თან სხვა ჯორის თავიდანვე ეგრევე რა აი ვინც დაიწყო ისინი იყვნენ შეიძლება თავად შეიძლება ითქვას გენიალური მოქანდაკეები ის იყო იაკობ ნიკოლაძე, კოლია კანდელაკი, შემდეგ მათი მოსწავლეები გოგი უჩიაური, მერაბ ბერძენიშვილი, ამა შუკელი და კიდევ ძალიან ბევრი. მერაბიშვილი და ასე შემდეგ. არ მინდა ვინმე გამომჩეს. ხო და მე ასე ვთქვათ მოხდა ესეთი რაღაცა, რომ მათ ჰქონდათ რაღაც დამოკიდებულება კონკრეტული ანუ რაღაცა სათქმელი ჰქონდათ ისეთი, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი იყო და საქართველოს თავისი რაღაც იდენტობა ჰქონდა და ამ იდენტობის შენარჩუნებისთვის ბრძოლა უწევდათ კონკრეტულად ხელოვნების წარმომადგენლებს. არა მაგალითად ხო როგორც ჯარისკაცებს, არამედ ეს ბრძოლა გადავიდა სხვა სიფრთხეზე და ასე ვთქვათ ძალიან დიდი ენერგია, ალბათ ძალიან დიდი ენერგია ჰქონდათ იმ ადამიანებს აქედან გამომდინარე, რომ გრძნობდნენ და ხვდებოდნენ, რომ ეს გადასარჩენია და აი ამ ასე ვთქვათ თავის ხელოვნებაში, თავის ასე ვთქვათ ყველამ თავის დისციპლინაში, ზოგმა ლიტერატურაში, ზოგმა ქანდაკებაში, ზოგმა თეატრში და კიდე სხვაგან ეცადნენ ასე ვთქვათ ქართული რაღაცა იდენტობის დაფიქსირების. თუმცა ეს ისე არ უნდა გავიგოთ, აი თუნდაც გოგი ხშირად გვეუბნებოდა ხოლმე, რომ არავითარ შემთხვევაში არ არის კაი ქანდაკება, თუ კი ვიღაცას ეთყობა, რომ მაგალითად არის კახელის პორტრეტი, ან თქვა იმერელის პორტრეტი ან რაღაც. კი აქვს კოლია კანდელაკს იმერელის პორტრეტი, მაგრამ ეს ცოტა სათაური, ისეთი სათაური იმას არავითარ შემთხვევაში არის ეთნიკური ნიშნით არ გამოირჩევა, ის ხო არის მთლიანად ანუ ზოგად საკაცობრიო პორტრეტია და ქანდაკებაც ასეთი უნდა იყოს, გოგი სულ ამას გვეუბნებოდა ხოლმე და რა თქმა უნდა ეგრეც არის, მაგრამ ამას ვინ აკეთებს, მაინც აქვს მნიშვნელობა. არის რაღაცა შრეებია ძალიან ბევრი და აი ქვედა შრეებში იქ ეთყობა, რომ კოლია კანდელაკი ქართული მოქანდაკეა რა. იგივე მაგალითად იაკობ ნიკოლაძე მიუხედავად იმისა, რომ ფრანგული სკოლა ჰქონდა.
როდენის გავლილი. და ალბათ ეხლა მე უკვე აი როდესაც ეს პოსტსაბჭოთა კავშირი დაინგრა, უკვე რაღაც ისეთი სივრცეა, საბრძოლველი მაინდა-მაინც თითქოს აღარაფერი აღარ არის. და დაგვრჩა ინსტრუმენტი, ძალიან გალესილი, ძალიან მოქნილი, ძალიან დაუსტატებული ინსტრუმენტი, მაგრამ თითქოს ფუნქცია დაიკარგა. რა თქმა უნდა, თავის ფუნქცია მაინც აქვს. აი ეს ვლინდება ხშირ შემთხვევაში საზღვარგარეთ მოვაწეობენ ჩვენი კოლეგები, ძალიან დიდი წარმატებით, ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი ქანდაკებები გაკეთდა, მათი შესრულებით სხვადასხვა ქვეყნებში და ეს ძალიან გასახარია და ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მათ გააქვთ ესეთი, ასე ვთქვათ, ის უნარები და ის თვისებები რა, თვისებებსაც ქართული ქანდაკება ატარებს საზღვარგარეთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ის მასშტაბი, რა მასშტაბიც ადრე იყო, ამ მასშტაბმა დაიკლო და ალბათ მე ვფიქრობ, რომ ამის ეს დაიკლო, იმიტომ რომ თვითონ სათქმელმაც დაიკლო. და რაც შეეხება ახალგაზრდებში, ასე ვთქვათ, ესეთ დაინტერესებას და მართლაც ძალიან დიდი დაინტერესებაა მოიმატა აშკარად სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების შემსწავლელთა რიცხვმა, მსურველთა რიცხვმა და კიდევ ერთ ძალიან საინტერესო მომენტი ახლავს ამას, გოგონები არიან ძალიან ბევრი. ხო, ჩვენ დროს ძალიან იშვიათად 1-2 მაქსიმუმ კურსზე და კი. ხო. და ეს ამას რაღაცა თანამედროვე ის ახლავს, მე მგონი, იმიტომ რომ ქალის ემანციპაცია ხდება, რაღაცა უფრო მეტად რაღაცა ინტერესები აქვს, რომ თავი დაიმკვიდრონ, თან ქანდაკება აღქმულია როგორც ფიზიკური საქმიანობა, თუმცა არ ვიცი ეს რა. ამას არ უშინდებიან. ამას არ უშინდებებს არ ეშინიათ. პირიქით აი რაღაცა და ძალიან საინტერესოა და კარგი შედეგებიც გვაქვს მათ შორის. კი. საკმაოდ საინტერესო შედეგები გვაქვს ამ ხრივ ნიჭიერი ხალხია, ძალიან ნიჭიერი ხალხია და მართლაც ამტკიცა ბევრმა, რომ ეს არ არის, ასე ვთქვათ, ფიზიკური, ანუ ფიზიკურად თუ კი რაღაცის სიმძიმისაწევ არ შეუძლია, იმას არ ნიშნავს, რომ ვერ გააკეთებს რაღაცას. თუმცა აქვე აღნიშნავ, რომ ეს მაინც ცოტა შორიდან დანახული პროცესია, რომ ქანდაკება რაღაც ფიზიკური საქმეა, პირველ რიგში ქანდაკება მაინც ინტელექტუალური საქმეა და აქედან გამომდინარე არანაირი პრობლემა არ არის ფიზიკური შესაძლებლობა თუ არ იქნება რაღაცას გაკეთების. რა თქმა უნდა. მე ერთი რაღაცა მინდა თქვა, აი კონკურსთან მიმართებაში, რომ ასე ვთქვათ, სამ დისციპლინაშია, ხო, სამი, ასე ვთქვათ, არქიტექტურა, ქანდაკება და მხატვრობა, ხო და 21 საუკუნის 20-იანი წლების შუაში ვართ ახლა და იმდენად ტექნოლოგიები შემოვიდა ჩვენ ცხოვრებაში და იმდენად ახლოს მოვიდა ეს შესაძლებლობების ძალიან დიდი ასე ვთქვათ სპექტრი, რომ ნელ-ნელა ეს ზღვარი იშლება აი ამ სხვადასხვა დისციპლინებში, ხა ქანდაკება და არქიტექტურა ისედაც სივრცითი აზროვნების ისინი არიან, დარგები, მაგრამ თუ ფუნქციას მოუხსნით არქიტექტურას ის ქანდაკება ხდება, თუ ქანდაკებას რაღაცა საცხოვრისის ფუნქციას მივანიჭებთ, ის უკვე არქიტექტურაში გადადის და ეს ყოველთვის იყო. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ჩვენ კონკურსშიც გვაქვს ეს, რომ დავუშვათ ელექტრონული ფორმატით შეიძლება წარმოადგინონ, ვირტუალურ რეალობაში წარმოიდგინონ ეს თავის ნამუშევრები და ეს ფერში შეიძლება წარმოიდგინონ და მოძრაობაშიც აქ უკვე იმდენად რთული და მრავალფეროვანი გამოსახულების და გამოხატვის მედიუმები გვაქვს, ხო, რომ რაღაცნაირად ეს ზღვარი ნელ-ნელა იშლება და ქანდაკებაზე მინდა ვთქვა სწორედ, რომ ხა ჩვენ რო სწავლობდით 40 წლის წინ, ხო, გასული საუკუნის ბოლო იყო ჩვენ რო სწავლობთ აკადემიაში, მაშინ ქანდაკების გაფერადება იყო რაღაცა ერთგვარი გამოწვევასავით, რაღაცა, იმიტომ რომ გაფერადებული ქანდაკება ცოტა იყო რა. და იშვიათი იყო და რა მარინი რო აფერადებდა ქანდაკებას ან რაღაც დაფერილობა, ერთნული ასე ვთქვათ, ქანდაკებები დაფერილი იყო, რო გვესმოდა ეს ჩვენს რაღაცა ექსპერიმენტებს ვაკეთებდით ფერთან და ფორმასთან მიმართებაში და დღეს იმდენად ხელმისაწვდომია ფერიც, ფორმაც, სივრცეში ამის განთავსება ნებისმიერ მასშტაბში და ამის წარმოსახვა, რომ ერთგვარად ქანდაკება ხდება
ერთ-ერთი და შეიძლება ზოგ შემთხვევაში ერთადერთი შემოქმედებითი ასპარეზი, რომელიც იტევს და პასუხობს ყველა შეკითხვას რა. ანუ ფერწერა გამოდის ორგანზომილი, აი ხო ის აქვს გამოწვევა, ხო? ხატრობას რომ რაღაც სივრცითი გახდეს რა. ანუ რაღაცა სივრცითი მომენტი შემოიტანოს. ერთი მხრივ ამის შესაძლებლობას იძლევა თანამედროვე არტი, მეორე მხრივ მასშტაბის ნებისმიერ ზომას ასე ვთქვათ გვაძლევს, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რაღაც პლანეტებს შორის რაღაცა უზარმაზარი პლანეტის მასშტაბის რაღაცა დაფრინავს და ჩვენ ესეთი ქანდაკება შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, ისევე როგორც მიკროსკოპული და ანუ ქანდაკება არის ის მედიუმი, რომელიც თავის თავში ითავსებს ყველაფერს, არქიტექტურასაც, მასშტაბსაც, ფერსაც, ფორმას თავისთავად და რაღაცა მოკლედ მოქანდაკეების და ქანდაკების მოყვარულების ასე ვთქვათ გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ეს არის სწორედ ის დარგი, რომელსაც შეუძლია გადარჩეს და იარსებოს მომავლის ხელოვნებაში, აი მაღალ ტექნოლოგიურ ხელოვნებაში, რომელსაც ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ გავექცევით და არც გვინდა რატომ უნდა გავექცეთ, პირიქით იმისკენ მიდივართ. აი ქანდაკება არის სწორედ ის, რომელიც თავის სახის დაუკარგავად და პირიქით კიდე სხვა სახეების, ასე ვთქვათ, შეთავსებით და იმ თავისი ნამდვილი ფორმით შეიძლება სწორედ აი ვირტუალურ, ელექტრონულ, რაღაცა ციფრულ შემოქმედებაში არსებობდეს, ხო? ხო და აი ღანის კონკურსიც არის ერთგვარი გამოწვევა, ცდელობა ამ მიმართულებით, რომ რაღაცნაირად სხვანაირად შევხედოთ მომავალს რა, იმიტომ რომ მე მაინც გონია, რომ ეს არის დასაწყისი, რაღაცა გამოწვევა ჩვენი ახალგაზრდებისთვის და მიუხედავად იმისა, რა შედეგზე გავა ეს კონკურსი და რა შედეგს მოგვიტანს და მე მგონი, რომ კარგ შედეგს მოგვიტანს, მიუხედავად ამისა, ეს მაინც პირველი ნაბიჯია და შემდეგი ნაბიჯები ბევრად უფრო საინტერესო და ბევრად უფრო გამოწვევი იქნება. ეროვნული კუთხით კიდე აი იმაზე რა სიტყვა, აი სათქმელი შემცირდაო, აი იქნებ ახლა უფრო მეტი არის სათქმელი და ამას უნდა რაღაცნაირად. კი, რა თქმა უნდა. სათქმელი რეალურად რო ვთქვათ, სულ არის, იმიტომ რომ ადამიანი რო არსებობს, პრობლემასთან ერთ პრობლემატური არსება ადამიანი, ტრაგიკული არსება, დრამატული არსება. აქედან გამომდინარე, სათქმელი რეალურად სულ არის. უბრალოდ წერან რომ ახსენე რომ სათქმელმა მოიგო ეს იმ კონტექსტში ვთქვი, რომ გამოკვეთილი არ არის ეს. გამოკვეთილი არ არის და სხვადასხვა, ასე ვთქვათ, საშუალებებით ეს რაღაცნაირად გაიწოვება თითქოს რა და არ ხდება კონცენტრირება და არ ხდება რაღაცნაირად ერთ წერტილში ამის გამყარება და აქედან გამომდინარე არ ჩანს თორე რეალურად დღეს უფრო მეტად არის ასე ვთქვათ სათქმელი, ვიდრე ალბათ ოდესმე ყოფილა აი ამ ბოლო 500 წლის მანძილზე ან შეიძლება მეტიც, იმიტომ რომ დღევანდელი ეპოქა არის ისეთი ეპოქა, როდესაც მოხდა სერიოზული რყევები ძალიან ბევრი მიმართულებით, ან არ ვერ ვიტყვით რომ მარტო ერთი მიმართულებით მოხდა ეს რყევა და ეს რყევები რას ეხება? ეს ეხება ასე ვთქვათ მთლიანად ანუ დეცენტრალიზირება მოხდა რა და ხელოვნება დარჩა ასე ვთქვათ პატრონის გარეშე. იმიტომ რომ ხელოვნება ხო ყოველთვის ემსახურებოდა რაღაცას. აი ბოლო მე-20 საუკუნეში მაგალითად ემსახურებოდა აქეთა მხარეს მაგალითად ემსახურებოდა რაღაც იდეოლოგიებს, სოციალიზმს და ეს რაღაცები და მე და ასევე ყავდა ოპოზიცია ამას. მისი ოპოზიციაც არსებობდა. სხვა შორის აი ძალიან საინტერესო ნაწილია ფრანგი ხელოვნებაცოდნეები ჩამოვიდნენ თუ არ ვწდები 70-იან წლებში თუ 80-იან წლებში საქართველოში, საბჭოთა საქართველოში და დაათვალიერებინეს, ქანდაკება აინტერესებდათ და დაათვალიერებინეს თბილისში არსებული და არა მარტო თბილისში არსებული ქანდაკებები, დადგმული ქანდაკებები. და დაათვალიერეს და თხოვეს რომ ეს ვიცითო ისედაც რაღაც ფოტოებით რაღაც დავდიოდითო ნახეთ. ჩვენ გვაინტერესებს უფრო მეტად
რა აკეთდება სახელოსნოებში. ეს მოქანდაკეები რას აკეთებენ სახელოსნოებშიო და მე მართლაც დაათვალიერებინეს მოქანდაკეების, ქართველი მოქანდაკეების სახელოსნოები და ძალიან საინტერესო იყო მათთვის, როგორც ეს მოქანდაკეები ყვებიან და იხსენებენ და რატომ იყო საინტერესო? საინტერესო იყო, იმიტომ რომ ამ ოპოზიცია იყო არსებული, ასე ვთქვათ, იდეოლოგიის ოპოზიცია არსებობდა სახელოსნოებში ჩუმად და აი ის იყო მათთვის, ასე ვთქვათ, საინტერესო. დღეს, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია სათქმელი, ფაქტობრივად შეიძლება ხმაღალი ნათქვამია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ თავიდან არის დასალაგებელი ყველაფერი. კი. თავიდან ბოლომდე დასალაგებელია ყველაფერი და ამას ვერ დაალაგებს ვერავინ ხელოვნების გარეშე. ანუ ხელოვნება უნდა წარუძღვეს, ან გვერდით უნდა იდგეს, ან არ ვიცი, რაღაც ახლო უნდა იყოს იმ, ასე ვთქვათ, ფილოსოფოსთან, არ ვიცი, ფილოსოფოსი იზავს ამას თუ კიდე სხვა ფორმა მიეცემა, მაგრამ აუცილებლად იქვე უნდა იყოს, იმიტომ რომ ხატებას შეუძლებელია, ანუ მარტო მშრალი შრალმა ტექსტმა რაღაცას ფორმა მიცეს, რა აუცილებლად რაღაცა ხატება ჭირდება რა. ეს ხატების როლი, ანუ ხატება უნდა შექმნას უკვე ხელოვნებამ რა და ამიტომ აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სათქმელი ბევრი. უბრალოდ რაღაცა ალბათ აი დაიბადება რა. აი მე ამ პროექტს გამოვეხმაურები, ამ კუთხითაც ძალიან საინტერესო პროექტია ღანი. იმიტომ რომ ამის მცდელობაა, რაღაც თავისებური ძალიან ისეთი უცნაური, შეიძლება უცნაური ვიღაცისთვის, მაგრამ ამის მცდელობაა, რომ ესე იგი შინაარსი რაღაცნაირად გაირკვეს რაღაც ასპექტში მაინც და ამასთან ერთად მე მოხდეს ამის, ასე ვთქვათ, ხატებაც რა. და ძალიან კარგია ეს პოდკასტების თემაც, რომ თეოლოგიის, ფილოსოფოსის და ეხლა ჩვენ უკვე როგორც მოქანდაკეები ისევ საუბრობთ, იმიტომ რომ ეს ერთი პროცესი სხვადასხვა მხარეა და ყველა კომპონენტი საჭიროა იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში რაღაცა დადგინდეს, გაირკვეს და ფორმა მიეცეს. კი ბატონო, დიდი მადლობა ლევან დღევანდელი საუბრისთვის და მადლობა ღმერთს, რომ გვაქვს საშუალება ესეთი საუბრების.